გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ძალიან სერიოზული მოვლენა მოხდა. საქართველოს მხარი არ დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას და აი სპეციალური ტრიბუნალის შექმნას და აი ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ვესაუბროთ ჩემს აუდიტორიას და არა მარტო ჩემს აუდიტორიას, აი უკნიდან განათლებულებს, ზაღლმადიდებლებს, კატამადიდებლებს და რა ვიცი, რჯულის ადამიანებს კიდე რომლებიც ბლომად არიან და ჩემ გვერდზე შემოდიან და 1000 ბოღმას ანთხევენ. მოკლედ გუშინ ვინც ნახა ჩემი ბლოგი, არ ვიცი, სიმართლე გითხრა, ვერ გეტყვით ნამდვილად, არ ამგონია, რომ კოცების ყურში იქედან გამომდინარე რამე შესულიყო, მაგრამ ვამბობდი იმას, რაც რეალობაა და რაც სათქმელი არის, რომ ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებსაც დგამს ქართული ოცნება, სერიოზულად აფიქრებიათ კრემლში იმაზე, რომ შეიქმნას პრეცედენტი უკვე საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის ყირიმიზაციასთან დაკავშირებით და დონბასიზაციასთან დაკავშირებით, ანუ ეს ტერიტორიული ერთეული პირდაპირ იქნას მიერთებული რუსეთზე, რასაც დიდი ხანია თვითონ სეპარატისტები და ცხინვალის რეგიონში დარჩენილი მოსახლეობა ითხოვს გაერთიანდეს. გაწმენდილი ქართველებიდან ტერიტორია გაერთიანდეს რუსეთის ფედერაციის ერთეულად. ამას დიდი ხანია რუსეთი თავს იკავებს, ეს არ არის ახალი მოთხოვნა, დიდი ხანია ითხოვენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით ოსები. მაგრამ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებსაც დგამდა საქართველოს ხელისუფლება, აძლევდა იმის აბსოლუტურ ყველანაირ პირობას რუსებს და ალაპარაკდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით კრემლში, მე მქონდა ეს ინფორმაცია, ამიტომ გავაჟღერე გუშინ, რომ დაიწყოს ამ ხელშეკრულების რეალიზება, რომელიც ამ ტერიტორიულ წარმონაქმნს და რუსეთის ფედერაციას შორის არის. აი მაშინ კი აგვეწყობა საქმე ძალიან კარგად ქართველებს და მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ არავინ ჩვენ არ დაგვეხმარება ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნება მხოლოდ და მხოლოდ წევილი რუსეთი ოკუპანტია, მიიერთა ქართული ტერიტორიები, დაიპყრო, ახლა რა მიერთებული არა აქვს, ბრძნული აზრები, რომლებიც იფრქვევა და ესე შემდეგ. და რაღაცა ცოტა გაიაზრეთ მეთქი, ქოცებმა საიტკენ დგამთ ნაბიჯებს, გულისხმობდი ამ უკრაინასთან უკაცრავად ამ ტერმინისთვის, მაგრამ აი ტრაგის თამაში და შენიჭირი მე შენ გენაცვალე, ზელენსკისთან შეხვედრა, ამასთან შეხვედრა, ურთიერთობების აღდგენა, ქვეყანა რომელიც დამხობას, ქვეყანა რომელიც ომს, ქვეყანა რომელიც უბედურებას ითხოვდა საქართველოში და არ გამოვიდა უბრალოდ ეგ სიტუაცია. ხო, ქოცებს თვითმკვლელობისკენ თუ უბიძგებ, ქოცი თვითმკვლელი არა. კოცი სხერპლის გაღება შემიძლია, მაგრამ მე არაფერი მომივაო, ამიტომ დავისთავად ეს არც უნდა მომხდარიყო, მაგრამ კოცები განსაკუთრებით ამ ხრივ გამოირჩევიან, კოცების საქმე არის მარტო იყვნენ, სვან ჭამონ და არაფერმა შეაწუხოთ და რა თქმა უნდა, აი ამ იდეოლოგიური საკითხი მათ სხვა არ გააჩნიათ არაფერი. და დღეს როგორც გახდა ცნობილი, მოლდავეთში გამართულ ევროკავშირის თუ რა ვიცი, ევროპული ქვეყნების სამიტზე, სადაც ევროკავშირი ითხოვდა შექმნილიყო სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც სპეციალური ტრიბუნალიც იქნებოდა სამხედრო დანაშაულებებს რა ვიცი, ბრალდებას წაუყენებდა რუსეთს და რა ვიცი, მე ალბათ რო კითხო ალბათ პუტინს გაასამართლებდი. მოდი ჯერ თავშივე ვთქვათ ამ ყველაფრის არსი, საერთოდ ამ ტრიბუნალის არსი და ამ ყველაფრის თუ ეს არაფერი არ არის, მე პირდაპირ მინდა გითხრათ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იდიოტიზმი, მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ვირტუალური ტრიბუნალების შექმნა, რომელსაც არანაირი ფასი, არანაირი ძალა არ გააჩნია. იქამდე იმ ტრიბუნალსაც კი, რომელი ტრიბუნალიც არის შექმნილი და რომელშიც ჰააგაში არის მათი ბინა, სადაც სამხედრო დამნაშავედ არის აღიარებული პუტინი, არა მარტო პუტინი, სხვათა შორის აღიარებული არის ნეთანიაჰუ, ასევე ისრაელ კაცი, ისრაელის ეს რატომღაც ავიწყდებათ რა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, არანაირი შედეგი და არანაირი ქმედითი საშუალება არ გააჩნიათ. აი ყავთ აგერ მინიმუმ 3 ოფიციალურად აღიარებული სამხედრო დამნაშავე.
არანაირი რეაგირება. ამ ტრიბუნალს გამოტანილი აქვს სხვათა შორის განაჩენები 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც, ეს უკრაინის ომი რო დაიწყო, მე გაახსენდათ და ზოგი გარდაცვლილია ის სამხედრო მეთაურები, მაშინ რა ქვია, რუსეთის არმიაში, ზოგიერთი კიდე სეპარატისტები და ესენი არასდროს არაფერი არ დაიმუქრებათ. ამიტომ სისულელია ილაპარაკო ტრიბუნალზე, თუ შენ ომში არა გაქვს გამარჯვება მოპოვებული. სისულელია, ის იდიოტიზმი არის. როგორ შეიძლება შენ ტრიბუნალის შექმნა, თუ იმას არანაირი რეალური ქმედება არ გააჩნია. ტრიბუნალი, რეალური ტრიბუნალი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეიქმნა უშუალოდ სტალინის და საბჭოთა კავშირის მოთხოვნით. თუ არა დასავლეთის ქვეყნებს და ევროპის ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს საერთოდ არ უნდათ არანაირი ტრიბუნალის შექმნა. მიზეზი მარტივი იყო, იმიტომ რომ ათასობით ნაცისტი დამნაშავეები იქნა შეფარებული შეერთებულ შტატებში, იქნა შეერთებული სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრიტანეთშიც სხვათა შორის და არანაირად მათ არ სურდათ ამ ნაცისტების გადაცემა, უბრალოდ ეს იყო საბჭოთა კავშირის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ქვეყანამ, რომელმაც ყველაზე მეტად იზარალა ამ ომიდან, რომელსაც 27 მილიონი ყავდა დაღუპული და უბრალოდ დიდი ქვეყანა იყო და ბერლინი აიღეს მათ და ვერანაირად უკვე უარს ვეღარ იტყოდნენ და მაშინ მოხდა ტრიბუნალი, თუმცა ნაწილის გასამართლება, ძალიან ბევრი დამნაშავე საერთოდ არ ყოფილა ამ ტრიბუნალზე წამდგარი. საერთოდ ამერიკელებს არაფერში არ აწყობთ არსებობდეს რაიმე მსოფლიოს საერთაშორისო სასამართლო და ტრიბუნალი, რადგან თვითონ იმდენ სამხედრო დანაშაულებებს ჩადიოდნენ და ჩადიან. თავისთავად საკუთარ თავს ჩემშულს ვარ დავსჯიო მულტფილმში როა ისე არის. ამიტომ ეს საუბარი ახლა ამ ყველაფერთან დაკავშირებით ეს არის სრული იდიოტიზმი. ჯერ ომი მოგებული არ არის და საიდან პირიქით აგებენ ომს და უკრაინა კარგავს ტერიტორიებს და რა ტრიბუნალი უნდა შექმნას დამარცხებულმა მხარემ. სისულელია, ხო? იდიოტიზმი ეს არანაირ ლოგიკაში არ ჩნდება და მერე და მეორე სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც ესე იგი თურმე რა ვიცი რაღაცას შექმნის. რაღაცას რას შექმნის, ვერ გეტყვით მე, მაგრამ ასეა, თავისთავად ახლა ეს ქვეყნები და მათი ბინძური პოლიტიკური ელიტა ცდილობს იმას, რომ მათი ყოველდღიური პრობლემებით ევროკავშირში ხალხი იყვებოს, გაძვირებული საწვავი იქნება თუ რა იქნება და ეს უნდა მოვითმინოთ, იმიტომ რომ უკრაინაში ომია, რუსეთი მოდის, რუსეთი თუ არ შევაჩერეთ, ჩვენ დავიღუპებით ასე შემდეგ და აქ თავისი დღის წესრიგი და აკეთებენ ამ ყველაფერს, მაგრამ ამას ძალიან კარგად უყურებენ რუსები. და ძალიან კარგად ხედავს რუსეთი და აფიქსირებს იმ პოლიტიკურ განწყობებს და იმ ასე რომ ვთქვათ დამოკიდებულებას მათ მიმართ სხვა ქვეყნები როგორ გამოხატავენ. აი რო იძახიან საქართველოს მხარი არ დაუჭირა თურმე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. და საქართველოს არის თურმე ოკუპირებული ქვეყანა, ახლა აღმოაჩინეს თურმე საქართველოს არის ოკუპირებული ქვეყანა და რას ქვია მხარი ამას არ დაუჭირა. დაკვირდით ქვეყნებს თურქეთი რომელიც ნატოს წევრია. მალტა რომელიც მფარველობის ქვეშაა. მაკედონია რომელიც ნატოს წევრია. კაი სერბეთი გამოვრიცხოთ თავის ისაკ. უნგრეთი რომელიც ნატოს წევრია. სლოვაკეთი რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრია, ხას უსვამ უნგრეთი. სლოვაკეთი რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრია. ბულგარეთი რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრია. დარჩენი ალბანეთი, რომელიც ასევე ნატოს წევრია. სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინაზე, ამაც არ გვიგია. საუბარი ესენიც ჩვენი მეზობელი ქვეყნები არიან, ეს ორი ქვეყანა ჩვენი მეზობელი არის, ბოსნიას თავისი ნახევარი სერბები ცხოვრობენ, რომლებიც რუსეთთან სერბეთის არ იყოს ისტორიულ კავშირში არიან და ესე შემდეგ და არ დაუჭერდა მხარს. ეხლა მე ვეკითხები ამ სირთა ჯოგებს, რომლებიც წივიან, კივიან და ერთი ამბავი აქვს დატეხილი, საქართველოს, რომელიც არც ევროკავშირის წევრია და არც ნატოს წევრია, რატო უნდა დაიჭირა მხარი ამ ყველაფრისთვის? რა ვალდებულება ჰქონდა საქართველოს ეს, რომ დაიჭირა ამ ყველაფრისთვის? ის რომ საქართველოში სამხედრო დანაშაულებები მოხდა და ის რომ საქართველოში ოკუპაცია მიმდინარეობს, ჩემო კარგებო, ეს არ ახალია. მაგრამ საქართველოს ძალიან კარგად იცის და ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ არანაირი
დასავლური დახმარება ოკუპაციის წინააღმდეგ რეალური ქმედება გნებავ ტრიბუნალის გადაწყვეტილება იყოს ეს, გინდათ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს, გინდათ სამხედრო გადაწყვეტილება, არასდროს არ მიიღება საქართველოსთან მიმართებაში. და მე ვეკითხები ახლა ნებისმიერ იდიოტს, რომლისთვისაც რო კითხო საქართველოს უპირველეს ყოვლისა არის, რას იკეთე საქართველოს ამ ყველაფრიდან. და რა უბედურება უნდა მოყვეს ამას გეტყვით. ნაბიჯი ანექსიისკენ. შეიერთებს რუსეთი. უპრობლემოდ. სამაჩაბლოს აფხაზეთზე არ ამოკლაპარაკი. 27 კილომეტრიდან დგას თბილისიდან ტანკი. მაგრამ ჯერ იმას რუსეთი არ ქვია. აი დაერქმევა მე რუსეთ-საქართველოს საზღვარი. აი მე ვნახოთ როგორ იქნება. მე ვნახავ ერთი როგორ კუდს როგორ ათამაშებთ, მაგრამ ატყდა ეს ცივილკივილი. რო თურმე ესე ვართ, ქოცები ეს რუსები არიან და ასე შემდეგ. ბიჭო, ჯერ ერთი აი ქოცებისთვისაც მომიცლე აი ქოცებისთვის აუცილებლად მაქვს სათქმელი, რაც გუშინ ვილაპარაკე და დღეს გაგრძელება ამ თემის. მაგრამ მე მინდა აი ამ სირთა ჯოგებს აი ერთი კითხვა შევახსენო. ბიჭო, 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება. რომელ მხარეებს შორის არის დადებული? საქართველოს, რუსეთი და მესამე რომელი ქვეყანა იყო? ქვეყანა საფრანგეთი, მაგრამ ევროკავშირი. რუსეთს და საქართველოს შორის ხელშეკრულების შუამავლობა იკისრა ევროკავშირმა, რომლის თავმჯდომარეც იყო საფრანგეთი, მისმა პრეზიდენტმა და ევროკავშირი ჩადგა რუსეთს და საქართველოს შორის ამ ხელშეკრულების შესასრულებლად, ამ ხელშეკრულების დასაცავად და ამ ხელშეკრულების გარანტიებისთვის. ევროკავშირმა აიღო ვალდებულება, რომ ის, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან უზრუნველყოფდა ამ ხელშეკრულების შესრულებას. რა იყო ამ ხელშეკრულებაში? საწერილი? ვინმეს თუ არ ახსოვს, გავახსენებ. ორივე მხრიდან შეიარაღებული ძალები გაყვანილ იქნას კონფლიქტის დაწყების მომენტამდე არსებულ პოზიციებზე. და რას ითვალისწინებდა ეს? ითვალისწინებდა იმას, რომ რუსებს ჯარები უნდა გაიყვანათ კოდორის ხეობიდან, აფხაზეთში, რუსებს ჯარები უნდა გაიყვანათ ქსნის ხეობიდან, ახალგორი, რუსებს ჯარები უნდა გაიყვანათ დიდი ლიახვის და პატარა ლიახვის სოფლებიდან და იმ სხვა სოფლებიდან, რომლებიც გადაჯაჭვული იყო ქართულ რუსულ იმაში, რა ქვია, სამშვიდობო ხელშეკრულება, მანამდე სამშვიდობო შერეული კომისია, რომელიც მოქმედებდა. და გააკეთა რუსეთმა ეს. მე ვეკითხები ვინმეს, ხო არ გავუკეთები. და ჩვენ რუსეთს რო ვეუბნებით შეასრულე აღებული პასუხისმგებლობა და გაიყვანე ჯარი, რატო არ ვეუბნებით ევროკავშირს, რომელიც შუამავალია და რომელიც პასუხისმგებელი არის, რომ ის შუამავლობა, რომელიც იკისრა საქართველოს და რუსეთს შორის, ქმედით უნარიანი იყოს და იმოქმედოს ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. როდესმე გამახსენებთ თქვენ მე 2008 წლის მერე 2008 წელს ზრდილობისთვის იყო იქ ლაპარაკი. იქ რუსებმა მაგათ სხვა ვარიანტი მისცეს. რუსებმა მისცეს ამათ სხვა ვარიანტი მოსკოვში რო იყვნენ ჩასულები და იქ ამ ხელშეკრულებას კიდე მოყვება იქ 40 დასახელების ქვეპუნქტებია, რომელსაც საქართველოს მხარეს პასუხისგებლობა აქვს აღებული და რომელსაც ლაპარაკი არ მიდის. და რუსებმა მოთხოვეს ესეთი რაღაცა, ჯარები გაიყვანოს მარტო საქართველოს. ცეცხლი შეწყვიტოს მარტო საქართველოს. კი, დემილიტარიზებული ზონა შექმნას მხოლოდ საქართველოს. ასე იყო ეს. ჩემი თუ არ გჯერათ, ნახეთ აგერ ჯერ კიდე რამდენი წლის უკან გადაღებული ფილმი არის რუსეთი დასავლეთი 2008 წლის ომი ქვია უშუალოდ იმას, როდესაც დეტალურადაა განხილული და იქ პირდაპირ ყვება სარკოზი, ყვება იქ ეს ყვება რა ქვია მაიმუნის ჯიშის არსება რო არის, რომელმაც თავზე უსვა ხელი შეერთებული შტატებიდან იმას რა ქვია სააკაშვილს და მიდითო კაცო და ვითომ რო ოფიციალურად ამბობდა ომი არ დაიწყოთო, მაგრამ არაოფიციალურად რო ეუბნებოდა. არ მახსოვს ახლა ის აფროამერიკელი ის იყო
რა ქვია გვარი. არ აქვს მნიშვნელობა. იქ დეტალურად იყო განხილული და იქ ყვებოდა სარკოზი, რომ მოლაპარაკებებზე რუსებთან რუსები ითხოვდნენ ამას ამ ხელშეკრულებაზე. მაგრამ მე როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა, მე როგორც ევროკავშირის თავმჯდომარემ, მე როგორც საფრანგეთმა ეს ყველაფერი წავაღებია უკან და შევქმნით აი ესეთი ის უნიკალური იმ მომენტისთვის საუკეთესო ვარიანტი, რომ ცეცხლი შეწყვეტილი. რატო არ მოიგო არავინ ხმა? რატო ერთი სანქცია არ დაუწეს და რუსეთს? თქვენ ხო ყველაფერი სანქციებზე გადის. რატო არ მოხდა ეს? 2008 წლიდან 2022 წლამდე გასული არის 13 წელიწადი. აი რომ სანამ ისტერიკა ატყდა. 13 წელიწადი ასევე დუმდა ჰააგის ტრიბუნალიც. არა ობამა, არა ჯიგარო ის იყო. ქალი იყო რა ეს საგარეო საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის ისა რა ქვია. კონდოლის. ერთი სიტყვა არ თქმულა რუსეთთან ძდილობისთვის ამბობდნენ. 2022 წელს არა მარტო მაგ ეხლა გაგახსენებთ 2006 წელს ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ შესული სარჩელები. იგივე 2008 წელს ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეების შესული სარჩელები. უმოქმედოთ იყო, ხელი არ გაუნძრევიათ და დაიწყეს ამ ყველაფრის რეალიზება 2022 წელს. მას მერე, როდესაც გადავიდა ომი სხვა მასშტაბში, სხვა ფაზაში და დაიწყო ევროპაში რუსოფობია. რომელმა რუსოფობიამაც წალეკა თავიდან ბოლომდე ყველაფერი. იქამდე იმხელა ისტერიკა და ჩაიკოვსკის და დოსტოევსკის აკრძალვაც რო დაიწყეს. და ეს თურმე უკრაინის გულისთვის. მაშინ გაახსენდა თაროჟეს შემოდებული საქმეები, მაშინ გამოიტანა ევროსაბჭომ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე 2008 წლის ომის დროს და 2006 წლის დეპორტაციის დროს ადამიანის უფლებები იქნა დარღვეული და 100 მილიონი თუ რაღაცა დააკისრეს რუსეთს გადასახდელი, რუსეთმა დაიხურა ქუდი ევროსაბჭოდან და კარგად ბრძანდებოდეთო, მომიშვით ახლა მე თქვენი წევრი აღარა ვარო და გამობრძანდა. და რა თქმა უნდა, შეწყდა ის მექანიზმი, რომელი მექანიზმითაც შეიძლება რუსეთს ამ დაზარალებული ხალხისთვის გადაეხადა ეს ფული. გამორიცხულია. ქოცები ატყუებენ ხალხს, ჩვენ რუსეთი დავამარცხეთ. მაშინ დაიწყო 13 წლის მერე დაიწყო ჰააგის კომისიამ გამოძიება და სხვათა შორის ჰააგის კომისია იძიებდა ქართული მხრის სამხედრო დანაშაულებსაც. და რატო იძიებდა? იცით, იმ ევროსაბჭოში ხელი ჰქონდათ ქართველებს მოწერილი იმის შესახებ, რომ კასეტური ბომბებით იქნა დაბომბილი მშვიდობიანი მოსახლეობა. გადაშალეთ. ასე ეწერა. და იძებდნენ მაგას კასეტური ბომბებით. კი, საკუთარი ჯარისკი ჩვენ დაგვადანაშაულეს ნაცებმა იმაში, რა ქვია, სამხედრო დანაშაულში. თავისივე ხელით. და არა მარტო ნაცებმა, სხვათა შორის. ეს ვითომ ნაცები რო იყვნენ, კიდე იმაზე რო არის, ხა ფორმულა რომ იყავთ. ტელევიზია. ეს გასტუკიანი ხვლეგეროა. მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ გამოიძიეს და გამოიძიეს ის რომ ვიღაცა რამოდენიმე ესა რა ქვია სეპარატისტი და რამოდენიმე სამხედრო მეთაური, რომელიც გარდაცვლილი იყო უკვე, თურმე იყო დამნაშავე. რა ქმედითი ნაბიჯები მოიმოქმედა დასავლეთმა, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, ნატომ იმის შესახებ, რომ საქართველოს მიმართებაში მომხდარი ეს ყველაფერი ქმედუნარიანი ყოფილიყო. არანაირი, ხო? რა თქმა უნდა არანაირი. და რა თქმა უნდა არ მიიღებდა. ეს აი ამ თავისი აგენტურისთვის, აგერ მინცუზით, მათთვის ჭირდებათ. მის მაგივრად ყოველდღე გვახსენებდნენ. რას ქვია, მეტრაკეების პარადები არაა საქართველოში, რას ქვია, თქვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონებს არ ასრულებთ, რას ქვია, ეს არ მოხდა, რას ქვია, უმცირესობის უფლებები, ასე შემდეგ და არანაირი პასუხისმგებლობა
არანაირი პასუხისმგებლობა არ აუღიათ, არაფერი არ გაუკეთებია ევროკავშირს საქართველოსთვის. ჩამოსხა რაღაცა ეს მონიტორინგის მისია, რომლებიც დგიან და იმას რა ქვია, რუსების ტანკები თუ გადაადგილდება, გადაუღებენ ვიდეოს, გააგზავნიან ბრიუსელში, რუსებმა ტანკი აქეთ გადაადგილეს, რუსებმა ტანკი იქეთ აგერ საზღვარი გადმოციეს, ჩვენ ამას ვაფიქსირებთ, კი ბატონო ასია. ეს თავი სადაზვერვო სამსახური საქართველოში. ქართულ მხარეს კიდე აბსოლუტურად ყველა ვალდებულება აღებიეს ჯარების გაყვანა, დემილიტარიზაცია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე ლაპარაკი საქართველოში არის მიუღებელი. იმიტომ რომ არ შეიძლება ამის თქმა ძმაო, როგორ შეიძლება ჩვენი პარტნიორები, გავუარტყი ასეთ პარტნიორებს, გავუარტყი ასეთ ადამიანებს, რომლებიც ამაში პარტნიორებს ხედავენ, გავუარტყი მე მაგათ შექმნილ ბიონაგავ ფსევდოპატრიოტებს, რომლებსაც ნატო და რუსოფობია მიაჩნიათ საქართველოს პატრიოტობად და უკრაინას და გავუარტყი უკრაინას, რომლის პრეზიდენტიც დაგვცინოდა 2008 წლის ომის გამო, დადიოდა დროშას აფრიალებდა და აფურთხებდა და მას რა ქვია 1000 შეურაცხყოფას აყენებდა ქართველებს, რომლებმაც თავიდანდეს სამშობლოსთვის. და ესენი მზად არიან, რომ უკრაინაში ეწირონ და ესენი მზად არიან უკრაინას სამშობლოში ეწირონ. ეხლა რა შეიძლება ქოცებს? ეხლა მინდა გადავიდე ქოცებზე. ეხლა რა შეიძლება ქოცებს? ეს ზუკნა და ეხლა ქოცები დაიწყებენ ლაპარაკს, რომ მე როგორი მაგარია ბოჭორიშვილი და როგორ ჩავიდა და ეს ამას არ მოაწერა ხელი და ესე უთხრა რომ თურმე ჩვენ ამას გვეუნებით და ჩვენსკენ კრიტიკა მოდაში ნუ შემოვიდა და ასე შემდეგ. ამას ქვია საერთოდ პოლიტიკაში ორტაყაკობა, რომელიც ძალიან ცუდად მთავრდება. აქ ძალიან ცოტა ხანი პერსპექტივა, სწორი ლავირება თუ შეძლო ქვეყანამ და თავის ინტერესთა კვეთა გამოიყენა, ეს გასაგებია, მაგრამ რასაც ქოცები აკეთებენ, ამას არ ქვია ლავირება. და რატო? აგიხსნით ახლა. ჯერ ერთი ეს იყო არაფრის მომცემი სამიტი, რეალურად არაფრის მომცემი, არაფრის გადამწყვეტი, ერთადერთი რაც იყო, ამას შეეძლო უბრალოდ გაერია ქვეყანა პროვოკაციაში, ძალიან დიდ პროვოკაციაში, რომელიც ქვეყნისთვის იყო საზიანო. ამიტომ, როდესაც ესეთი რაღაცა ხდება, წინასწარ უნდა იყოს ეს ყველაფერი შეფასებული. წინასწარ ეს ყველაფერი უნდა იყოს და იქ მიიღებს თუ არ მიიღებს ქვეყანა მონაწილეობას, წინასწარ უნდა იქნას გადაწყვეტილი. წინასწარ. ჩვენ ამის ვალდებულებები არ გაგვაჩნია, ჩვენ არ ვართ არც ერთი ორგანიზაციის წევრი, რომელიც ამას გვავალდებულებდეს. ეხლა რა შეეხება მეორეს? თუნდაც ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ეს შეიძლება იყოს რაღაც დონის ვალდებულება, რომ იქ უნდა ვიყოთ. როდესაც ხედავ შენ იქ მხოლოდ და მხოლოდ გაგლანძღავენ, მხოლოდ და მხოლოდ დაგიწყებენ როგორც გაგდებული ძაღლივით ლაპარაკს, თურმე შენ ეს არა ხარ, თურმე შენ ის არა ხარ, თურმე შენ ეს არ შეგიძლია, თუ რაღაცა მოსწავლეს რო დასჯიან და ამის პარალელურად გიკეთებენ რას? შენი ქვეყნიდან წარგზავნილ ჟურნალისტებს ოფიციალურად ღიად, არ აქვს მნიშვნელობა ის იმედიდან იყო, არ აქვს მნიშვნელობა საზმაუწყებლიდან იყო, საქართველოს მოქალაქე ხო იყო, საქართველოს ჟურნალისტიკა ხო იყო, ქართული ჟურნალისტიკა ხო იყო და არ აძლევ უფლებას, რომ სამიტი გააშუქოს, აკრედიტაციას არ აძლევ. მაშინ უნდა გამოსულიყო ეს ზუკნა, ეს უნდა გამოთხრეულიყო, ეს თავმოყვარეო ზუკნა, კონცეფცია თუ თავმოყვარეები არიან. დემარშის ფორმით, პროტესტის ნიშნად უნდა დაეტოვებია სამიტი და უნდა ეთქვა. იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის მასმედიას და ტელევიზიას არ ეძლევა უფლება გააშუქოს ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა და ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი სამიტი, იქ არაფერი ესაქმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. და ჩვენ პროტესტის ნიშნად ტოვებთ ამ სხდომას, დაჯექით, წერეთ, იკითხეთ საქართველოს გარეშე, ეს ჩვენი საქმე არ არის და როდესაც ისწავლით საქართველოს, ქართველი ხალხის
აი ამ აყროლებული თუნდაც რეჟიმი, რომელიც მთავრობად ასახებს თავს და პრეტენზია აქვს, რომ კანონიერი ხელისუფლება მის პატივისცემას, როდესაც მოგვექცევით პატივის შესაბამისი პატივისცემით და გექნებათ შესაბამისი დამოკიდებულება, მაშინ ჩამოვალთ და მაშინ ვილაპარაკოთ დანარჩენზე. მანამდე ჩვენ თქვენთან სალაპარაკო არაფერი არ გაგვაჩნია. გამოვიხურავთ კარს, დაეგდებოდი თბილისში და განცხადებას თბილისიდანაც გემრიელად გააკეთებდი. მაგრამ ეს არის ღირსეული ადამიანის, ღირსეული და გონიერი პოლიტიკოსის და გონიერი თავმოყვარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ნაბიჯი, რომელსაც ასევე საფუძვლად უდევს უმთავრესი რამ. ეს ყველაფერი საზიანოა შენი ქვეყნისთვის. ამათმა მისი ჭკუით, მისი პრიმიტიული ჭკუით, ამათ ეგონათ, რომ ორ კურდღელს მოკლავდნენ. იქ ევროპელებს შეუძლებოდნენ ტრაქში, აქ რუსებს თავიანთი ნაბიჯით აჩვენებდნენ, რომ არა იცი რა, ჩვენ კი ვხვდებით ჩვენ უკრაინელებს, კი ვხვდებით ევროპელებს, კი ვხვდებით ასე, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მაინც არ ვაძლევთ ხმას იმით, რომ თქვენ დაგაზარალოთ. ეს მაჩვენებელია იმის, რომ ეს ხელისუფლება, როგორც კი ოდნავ მიიღებს საშუალებას იმას, რომ რუსებს დანაჩაარტყას ზურგში, აუცილებლად ჩაარტყამს. და ეს რუსებმა ძალიან კარგად იციან, ისევე როგორც შევარდნაძის მიმართებაში იცოდნენ, ისევე როგორც აკოვის მიმართებაში იცოდნენ, ისევე იციან ამათ მიმართებაში. უბრალოდ ამათ ეხლა სხვა გამოსავალი არ აქვთ. თორე აი დააკვირდით, შეხედეთ. დააკვირდით, აი თუ ნახეთ ეს ფოტო, აი დააკვირდით აი ამ ძუკნას. აი ამ ძუკნას. ეს არის ქოცის ფენომენი. აი ეს ნადირაძე, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა ეგდოს ციხეში და უნდა ხეხავდეს ციხეს. იმიტომ უნდა ხეხავდეს ციხეს, რომ ამისმა სამედიცინო კლინიკამ ხალხი დაღუპა. ვითომ ღვიძლს რო უნერგავდა. სიკვდილის ანგელოზი ეს. აქაური ესა რა ქვია, მენგელი. ქართული ფენომენი. და გამოდის და წერს ესეთ პოლიტიკურ პოსტებს, დიდი გეოპოლიტიკის ისა აქვს, რა ქვია, აზროვნება აქვს აი ამ ქალბატონს ეხლა, რომ დიდი გეოპოლიტიკური ისინი უნდა გადაწყვეტოს, რომ სი ძინპინის და იმისის უნდა ემასკნას, რა ქვია, დონალდ ტრამპის და პუტინის გეგმების ანალიზი უნდა გააკეთოს. ახლა ეს ნადირაძის ნამდვილად აქვს ამის უნარი, კი, ეს ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი არის, დიდი გეოპოლიტიკური განათლება აქვს მიღებული, დამთავრებული აქვს, რა ვიცი, რამდენიმე ინსტიტუტი, დისერტაცია აქვს დაცული და ეს აქვს, რა ქვია, კიდე რავი ჯანდაბა, თავისი კვლევითი ინსტიტუტები აქვს, რომელსაც მსოფლიოში ავტორიტეტი გააჩნია. აი ეს ტუჩების, ტრაკის და ძუძუების დამბერავი ფსევდოქირურგი, რომელიც არის პრწავარდნელი ქოცი. გამოდის და ემაშვება, რა ქვია, განცხადებს, აი ესა ქოცის ფენომენი. რუსებმა ძალიან კარგად იცოდნენ ეს ყველაფერი ქოცებთან მიმართებაში, ამიტომ აქვთ ესეთი პოლიტიკა იმათ, რომ ქოცები და საქართველოს მოღალატე პოლიტიკური ელიტა, რომელიც ბუნებით არის მოღალატე, ვინც გადაუხდის ფულს, მიეყიდება იმას. ამათი ნდობა არ შეიძლება, ლენჩი არ არის, ეს არის ბოროტი. ლენჩი სხვა რამე. ლენჩი კიდე სხვა რამე. აბა მიეცი ერთი ესა რა ქვია, მანეთიანი ათმანეთიანს უნდა გიბრუნებს უკვე. არაფერი ლენჩი არა. ეს არის სახი ქოცების. არ ვიცი, ახლა კუხნაშიც კიდე რანაირია, მაგის საკითხავია, არ ვიცი, ვერ გეტყვით. არ ვიცი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. ექიმობაში როგორია ყველა მიცის. ხო. ძალიან კარგად იციან, რომ ამათ ინდობა არ შეიძლება, ამათთან სერიოზული დიალოგის წარმოება არ შეიძლება და იმიტომ შეხვდნენ ისინი იმ სეპარატისტებს, იმიტომ იქნა ეს განხილვა და რო იციან ორი რუსეთი არსებობს, არანაირი ორი რუსეთი არ არსებობს, არსებობს ერთი რუსეთი, ერთი არის ოფიციალური და მეორე არის არაოფიციალური, ეს რომელიც აბსოლუტურად ნორმალურია, ყველა ქვეყანას აქვს ეს სტანდარტი, ერთი რომელიც მოქმედებს ჩვენ ყველაზე დიდი ტკივილი ზუსტად იმ არაოფიციალურმა რუსეთმა მოგვაყენა. ოფიციალურ რუსეთში რო ამბობდნენ,
რომ თურმე არაფერი კაცო ტერიტორიული მთლიანობას არ აღიარებდნენ და ესე შემდეგ და სეპარატისტებს არ უჭერდნენ ხმას და გავსებული რო იყო აფხაზეთი და სამაჩაბლო მაგით ბაევიკებით. იმად გარეშე ეს არ ხდებოდა. მაგრამ ისინი ოფიციალურად ამას ვერ იყვნენ, არაოფიციალურად კარგად ჩანდა რას აკეთებდნენ. ძალიან კარგად იციან იმათმა როგორ უნდა იმასქნან, რა ქვია, ითამაშონ. მით უმეტეს საქართველოსთან მიმართებაში. ძალიან კარგად ხედავს ეს არაოფიციალური რუსეთი, რომ ამათთან არაფერი განსხვავება, არანაირი იდეოლოგიური განსხვავება ამათ არ გააჩნიათ ნაცებთან, არანაირი საერთოდ სხვაობა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში არ არსებობს. ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე პოლიტიკური ელიტა, რომელთან ნდობაც არ შეიძლება. ხა რაც შეეხება იმას, რომ ივანიშვილს და პუტინს აქვთ დალაგებული თურმე ყველაფერი და კოცები რითაც აბოლებენ დღეს ახალგაზრდებს ხვდებიან თურმე და ახალგაზრდები უნდა დააბოლონ გამოვა ახლა ის რა ქვია ცოტნე და ბერა ეთქობა და ახალგაზრდულ პრობლემებზე ელაპარაკება ახალგაზრდებს რომელიც გადახვეწილია ქვეყნიდან და როგორი კარგია თურმე კოცობა ამათ რო ელაპარაკება ახლა და უხსნის აი ღმერთო შემშველი ამ საწოდავ საქართველოს არანაირი სხვაობა რო არა ამათში მათმა ძალიან კარგად იციან და ამიტომ მიმდინარეობს ეს ყველაფერი ასე. თუ საქართველო არ შეიცვლის თავის იდეოლოგიურ, თუ საქართველო არ შეიცვლის თავის საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, თუ საქართველო გააგრძელებს იმ გზას, რომელი გზას ოფიციალურად აღებული ედვარდ ამბროსევიჩის ნატოზე მიკაკუნებით, ევროკავშირზე მიკაკუნებით და ასე შემდეგ მე მიშასი და ახლა ამით საქართველოს უბრალოდ მომავალი არ ექნება. ყველა ელოდებით რუსეთის დაშლას, რუსეთი არ დაიშლება და რუსეთის დაშლის მოლოდინში დაიქცა ქვეყანა. განადგურდა, ერი ფიზიკურადაც განადგურდა, ტერიტორიულადაც განადგურდა. და არაფერი უკეთესი პერსპექტივა არ აქვს ამ ქვეყანას წინ. რაც შეეხება იმას, რომ ვითომ რითაც ყვებავენ ამ ხალხს, რომ ბიძინას რუსეთში დალაგებული აქვს ყველაფერი და მომენტს ელოდება, ტყუილია ეს ყველაფერი. გეოპოლიტიკა არავის ჰაიჰარალიზე არ ხდება. გეოპოლიტიკას აქვს შემდეგი, ესა რა ქვია, შეფასება, რომელიც აქსიომად ითვლება პოლიტიკაში. პოლიტიკას და ზოგადად გეოპოლიტიკას გული არ გააჩნია. შეიძლება ორი ქვეყნის მეთაურები ძალიან ახლობლებიც იყვნენ, სისხლით ნათესავები იყვნენ ერთმანეთთან. ეს ისტორიას არაერთხელ დაუმტკიცებია. თუნდაც იმაში რა ქვია, ნიკოლოზ მეორე როგორ გაწირეს ბრიტანეთიდან თავიანთმა სისხლით ნათესავებმა და გერმანიიდან როგორ გაწირეს. ამაზე მეტი ახლობელი ვერ იქნება ახლა ივანაშვილი იმათი. აიღეთ აგერ უკრაინა. იანუკოვიჩი შეინჭირიმე შენ გენასვალი ჰქონდათ რუსეთთან, მაგრამ რუსებმა ახლა რაც ბრძოლა და ენერგია ჩახარჯეს უკრაინაში იმის 0.1% რო დაიხარჯათ მაიდანის დროს უპრობლემოდ იქნებოდა შენარჩუნებული ყველაფერი. ამიტომ გეოპოლიტიკური საკითხი არის სხვა. გეოპოლიტიკური საკითხი არის შემდეგნაირი. ახლა ბევრი დამისვენს კითხვას, რა გვეშველება? რა უნდა იყოს გამოსავალი, რა არის? მე გეტყვით რა არის გამოსავალი? რის გამო შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს. მაგრამ ახლა ატყდება აქ ისტერიკა და ატყდება ეს ავადმყოფობა, რომელიც ჩვევია ეგრეთ წოდებულ ქართულ საზოგადოებას. მეძაღლეების, ძალმადიდებლების ისტერიკა ატყდება. მაგრამ რეალური გამოსავალი არის ერთადერთი რაღაც. დაფიქრდით ამაზე, იფიქრეთ თქვენც, ვინც არიცით მოიძიეთ ინტერნეტში. არსებობს ძალიან იშვიათი ამათ ხო უყვართ ბარბარიზმებით საუბარი, кейსი. რომელსაც ქვია ფინური მოდელი. ამას ქვია ეძახიან ფინეტიზაციას ქვეყნის. რას ითვალისწინებს ფინეტიზაცია? 1939-40 წლებში ზამთრის ომის სახელით ცნობილი ომი, როდესაც საბჭოთა კავშირი ებრძოდა ფინეთს და ძალიან სისხლისმღვრელი ომი იყო, თუმცა მიუხედავად დიდი დანაკარგისა საბჭოთა კავშირს არ წაუგია ეს ომი და მეორე მსოფლიო ომმა აჩვენა თუ რატო იბრძოდა საბჭოთა კავშირი მაგ ომში. მიზანი იყო ერთი რაღაცა. ძალიან კარგად იცოდნენ ფაშისტებმა, საბჭოთა კავშირმა, რომ ფინეთი აუცილებლად მოექცეოდა დასავლეთის გავლენის ქვეშ
და თუ არ იქნებოდა ბუფერი ლენინგრადიდან სანქტ-პეტერბურგის ირგვლივ, ასეთ შემთხვევაში სერიოზული პრობლემები ექნებოდათ ჩრდილოეთის დედაქალაქს დაკარგავდნენ. ამიტომ თავაზობდნენ ტერიტორიის გაცვლას ტერიტორიაში, რაც არ შედგა, არ მოხდა და მოხდა ეს ომი. დიდი დანაკარგის ხარჯზე საბჭოელებმა გაიმარჯვეს ამ ომში, მოუწია ფინეთს ტერიტორიების დათმობა, მოუწია ცალკე ყოფნა, მაგრამ 2 წელიწადში შეიცვალა გეოპოლიტიკა. 2 წელიწადში. 1941 წელს უკვე გერმანელები დაესხნენ თავს საბჭოთა კავშირს და აქ იხდათ ყველაფერი კარგი, ისე როგორც ახდა ეს პროგნოზი სტალინის, ფინელებმა გერმანელებთან ერთად დაიწყეს ლენინგრადის ბლოკადა. ლენინგრადის ბლოკადას ზღვიდან და სამხრეთიდან და დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან თუ ახდენდნენ გერმანელები, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან ახდენდნენ ფინელები. ფინელები ახდენდნენ 900 დღიანი ბლოკადა, რომელიც გენოციდადაა აღიარებული ის ბლოკადა. ომის დანაშაულია ჩვეულებრივად. იქნა აღიარებული და გერმანელები ამის მერე ლენინგრადის ბლოკადის მონაწილეების შთამომავლობას უხდიან ფულს რეპარაციებს, ისე როგორც ებრაელებს უხდიან. 1944 წელს, ამას მე ცალკე დეტალურად ვისაუბროთ, თუ ვინმე საინტერესებს. 1944 წელს ნინოობა დღე იყო, როდესაც 27 იანვარი, როდესაც ლენინგრადის ბლოკადა თითქმის 900 დღიანი ალყის შემდეგ მოიხსნა. და უკვე საბჭოთა არმია არ იყო ის, რაც იყო 1939 წელს. საბჭოთა არმია იყო ფაშისტების დამარცხებელი არმია და დაიძრა ფინეთისკენ. ფინეთის ხელისუფლება იმ წუთში მოვიდა აზრზე, გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, მოაწერა დროებითი ხელშეკრულება, დატოვა ის ტერიტორიები, რაც ჰქონდა დაკავებული და გაჩერდა მისთვის. ომი წავიდა, დამთავრდა, გაგრძელდა, გაიმარჯვეს საბჭოელებმა, ის გაწითლდა, ეს გამწვანდა, ეს გაყვითლდა, ზოგი სოციალისტური გახდა, ზოგი პირდაპირ საბჭოთა კავშირის ტერიტორიებში შევიდა და მიდგა საქმე ფინეთზე. 1948 წელს ფინეთს და საბჭოთა კავშირს შორის დაიდო შემდეგი სახის ხელშეკრულება. გადაშალეთ, მოიძებნეთ და წაიკითხეთ. ახლა რა ხელშეკრულება იყო ეს? ფინეთი უთანხმებდა საბჭოთა კავშირს უსაფრთხოების საკითხებს და საგარეო პოლიტიკურ საკითხს. უსაფრთხოების საკითხი და საგარეო პოლიტიკური საკითხი ითვალისწინებდა შემდეგ რაღაცას. არ გაწევრიანდებოდა ფინეთი ისეთ სამხედრო ბლოკებში, როგორი სამხედრო ბლოკიც იყო ნატო, როგორც საბჭოთა კავშირის მიმართ ნებისმიერი არანაირი, ესე იგი, დასავლური, აღმოსავლური თუ ჩრდილოური თუ რაღაცნაირი ეს ახორციელებდა, მოახდენდა მომავალში და არ იქნებოდა ფინეთის ტერიტორიაზე არანაირი უსაფრთხოების ნებისმიერი საკითხი უნდა შეთანხმებულიყო საბჭოთა კავშირთან. სამაგიეროდ ღებულობდა რას? ღებულობდა საბჭოთა კავშირთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობას, ღებულობდა საბჭოთა კავშირთან ჩვეულებრივ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ, აბსოლუტურად ყველა და არა საბჭოთა კავშირი არ ერეოდა მისი იდეოლოგიზირებულ და ეკონომიკური მოწყობის სისტემაში. აი ეს ხელშეკრულება იქნა დადებული. და აი ამ ხელშეკრულებამ იმუშავა ყველაზე მეტი კარგად. ყველაზე მეტი კარგად იმუშავა პრაქტიკაში. გადაარჩინა ფინეთი რეალურად, გაწითლებასაც გადაარჩინა, ეკონომიკურ ბლოკადასაც გადაარჩინა და 1000 რაღაცას გადაარჩინა. პირიქით. ძალიან მომგებიანია ხელშეკრულება აღმოჩნდა ფინეთისთვის ეს ყველაფერი და როდესაც მთელი მსოფლიოს ჭიდილი იყო საბჭოთა კავშირს და დასავლეთ შორის, ასეთ დროს ფინეთი იყო აყვავებული და მშვიდობიანი ქვეყანა. შვედები არა შენ შემოგევლო, შვედებს უფრო ადრე ქონდათ ეგ ყველაფერი ისტორიულად. შვედები ჯერ კიდე 1814 წელი იყო, როდესაც 1810 წელი იყო თუ 1800
8 წელი იყო, როდესაც დამარცხდნენ რუსებთან ბრძოლაში, მაშინ პეტრე ბაგრატიონმა დიდი როლი შეასრულა მაგ ომში და მის შემდეგ იყვნენ ნეიტრალურები მთელი 200 წელიწადი. ახლა სანამ არ შევიდნენ ნატოში იყო პირველ მსოფლიო ომში და მეორე მსოფლიო ომში შვედეთი იყო ნეიტრალური. შვედეთის ფენომენი სხვა არის კიდე. მე უშუალოდ ფინეთის ფენომენი რადიკალურად სხვა არის. და ეს საშუალება იყო. ეს საშუალება იყო, რომელმაც მისცა ფინეთს განვითარების საშუალება. საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ ფინეთიზაცია თუ გადაარჩენს. მე გეუბნებით ამას სრულ სერიოზულობით. რა ვქნათ, ხო ვიძახით. რა გვეშველება, საით წავიდეთ, როგორ წავიდეთ. აი, ეს ხელშეკრულება გადაარჩენს საქართველოს. თუ კი ჩვენ რუსეთთან ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ ფინურ მოდელს გადმოვიღებთ, დავწერთ, შევთავაზებთ, მოვაწერთ გარანტიას, თუმცა საკითხავი ამაზე თუ წამოვლიან რუსები, არ ვიცი. ძნელი საფიქრებელია, იმიტომ რომ დრო რო გავიდა, ფინეთში შეიცვალა პოლიტიკური ელიტა და ამხელა უზარმაზარი ნაშრომი და ნაწვალები, რომელიც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, თავი გააყოფიეს ეგერ ნატოში, თავი გააყოფია შვედეთსაც ნატოში, რითაც მიიღეს დამიზნებული ბირთვული რაკეტები თავიანთ ტერიტორიაზე, 1000 უბედური, რა სჭირდებოდა და არ ვიცი, ეკონომიკურად უზრუნველყოფა, მაგრამ იქაც პოლიტიკური ელიტის ამბავი. ამდენი ხნის მერე იქაც შეიცვალა, იქაც ლიბერასტები მოვიდნენ, იქაც რუსოფობები მოვიდნენ, გაახსენეს ძველი ისტორიები, გრეხები, ისტორიული შიში და ახლა ვინც არის სტოკჰოლმში ნამყოფი თუ არა შევზანდით, ნახეთ, იქ მეფის ძეგლი დგას და ხელი აქვს ესე გაწვრთნილი აღმოსავლეთით რუსეთისკენ. ისტორიული შიში აქვს შვედებს საერთოდ რუსების მიმართ. ეს ცალკე თემა არის, ცალკე საუბრის, მე ვამბობ, რომ ეს მოდელი მოერგება საქართველოს. ისევე როგორც ბევრმა არ იცის, აი ქალბატონი წერდა, არ ვიცოდიო ლენინგრადის ბლოკადასო ფინელებიც თუ ახორციელებდნენ. დიახ, ქალბატონო, ფინელებიც ახორციელებდნენ და ძალიან აქტიურად. ვინც არ იცის, ჩვენ რო ვიძახით ესე გეორგიევსკის ტრაქტატი და გეორგიევსკის ტრაქტატიც არ ყოფილა, ეს რა ქვია, ნოუ-ჰაუ, ასე რომ ვთქვათ. საქართველოსთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის ანალოგია ჰქონდათ დადებული რუსებს ფინეთთან. ფინეთი იყო რუსეთის შემადგენლობაში, მაგრამ ფინეთს ყავდა მეფე, ფინეთს ჰქონდა თვითმმართველობა, ფინეთს ჰქონდა თავისი პოლიციური და მცირე ზომის არმიის შენახვის უფლება. თავისი ფულადი ერთეულიც გააჩნდათ და იყვნენ რუსეთის შემადგენლობაში. მაგრამ საქართველოსთან განსხვავებით ფინელებმა ის ხელშეკრულება, რაც იყო გეორგიევსკის ტრაქტატში დაწერილი, დაიცვეს და ფინეთის ტახტის მემკვიდრეები არ დარბოდნენ გერმანიაში, ინგლისში, საფრანგეთში და ასე შემდეგ, რომ ტახტი დამაბრუნებია და ჯარს წამოყვნენ, როგორც დარბოდნენ საქართველოში. ცალკე თემა ეს რატომ მოხდა მეფობის გაუქმება, ვინ რა ხელშეკრულება გააფორმა და რუსებმა თავისი დაარღვიეს, მაგრამ დაარღვიეს მას მე, რაც ამათმა დაარღვიეს. ზაქიჭამიამ გადახედეთ რა ხელშეკრულება გააფორმეს. ამაზე ლაპარაკი არ გვინდა. არ გვაინტერესებს, ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ ეს ჩვენი ისტორია. მაშინ რო დაეცვა საქართველოს კი რთულია, კი ასია, მაგრამ აბა როგორ? მაგრამ არა, ამათმა ცარიზმის მედლებზე და ცარის მსახურებაზე გაყიდეს ქვეყანა. კი ბატონო, ეხლა იზეიმეს, ეხლა და არ იყო ეს მარტო საქართველოში რომ მქონდათ, რომ ლენინმა დაუფასა, რომ ის თავის დროზე ფინეთში იმალებოდა და ტამირფოსში სტალინი და ლენინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და ესე შემდგომ ლენინი არავის არ უფასებდა. არ აინტერესებდათ ესეთი რაღაცა, სხვა ამბავი იყო იქ, მაგრამ საბჭოთა კავშირს ჭირდებოდა, რომ ყოფილიყო მის ირგვლივ ერთი ბუფერული ზონა, ნეიტრალური ზონა, სადაც უსაფრთხოების გარანტია იქნებოდა ვაჭრობის საშუალება იქნებოდა სხვადასხვა. სხვათა შორის ეს მოდელი უნდოდა 1918-21 წლებისთვისაც საქართველოსთვის. ლენინის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო საქართველოს შემოჭრის. ესენი იყვნენ მომხრე. ორჯონიკიძე, გუდუმდივანი და ესენი იყვნენ. კაწითლების.
ეს კიდე ცალკე თემა არის. სტალინის წინააღმდეგი იყო, სტალინის ჰქონდა სხვანაირი გეგმა. სტალინის ჰქონდა მიუშვათ, როდესაც შემოვა ოსმალეთი საქართველოში და აუცილებლად შემოვა, მაშინ ჩავიდეთ და ოსმალებიც გავყაროთ და დანარჩენი საქართველოს გავაწითლოთ. ეს იყო სტალინის გეგმა 1918-21 წლებში. მაგრამ არა, ორჯონიკიძისეულმა გაიმარჯვა. ამაზე ლაპარაკი არ გვინდა. ეს არაა საჭირო. ჩვენ არ ჭირდება ესეთი რაღაც ჩვენ. აი მე ევროპელებს რო ეწყინოთ. სხვა გამოსავალს მე გეუბნებით პირდაპირ. სხვა გამოსავალს მე ვერ ხედავ. ჩვენ არც ნატოში მიგვიღებენ, არც ევროკავშირში მიგვიღებენ. არც გვინდოდეს, პირდაპირ რომ არც გვინდოდეს, ღმერთმა დაგვიფაროს. ღმერთმა არ არსებობს პრეცედენტი, ოდესმე ყოფილიყო საქართველოს და თურქეთი ერთ სამხედრო ბლოკში ოდესმე ყოფილიყოს. არ ყოფილა ესეთი რაღაცა. შვებზე რო არაფერი ვილაპარაკო. ხო და თუ გინდათ სამშობლოს გადარჩენა, ნების გამოდით ახლა ერთი და რომელი პოლიტიკოსი გაბედავს მსგავს რამეზე ლაპარაკს საქართველოში. და ეს არის ყველაზე მეტი მისაღები რუსებისთვის. აი ამაზე მეტი უკეთესი ამ რეალობაში და ამ მომენტში ეს არის საქართველოს, ეს იქნება საქართველოს გადარჩენა. უნდა გამოცხადდეს პირდაპირი დიალოგი რუსებთან. უნდა შეიქმნას ჩარჩო ხელშეკრულების პროექტი ქართული მხრიდან და უნდა იქნას შეთავაზებული დავჯდეთ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით ვილაპარაკოთ, მაგრამ ისი არა, ჩემო ძმაო, ისი არა, როგორც ესე დღეს ამ ხელშეკრულებას დადებ და ხვალ მე გაიქცევი და იმათ უძრები უკანალში. ეგრე არა, უნდა იყოს პრინციპული ჩამოყალიბებული პოლიტიკა. ახლა ტროცკის რო გაემარჯვა, ჩემო ძმაო, სხვა სურათი არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში იქნებოდა, მაგრამ ღმერთმა აცხონოს იოსებ ბესარიონის და სტალინი ტროცკის თავის გაახმო, და სხვების თავის გაახმო, სხვა სიონისტების, იმ 24 სიონისტის თავი გაახმო და შექმნა ახალი რეალობა. ნუ ეხლა ამაზე ლაპარაკიც კიდე არ გვინდა თუ არა, ესეც შორს წაგვიყვანს. ხო, და მიტომ იტირიანეს სულაძაღლებულები ტროცკის დღემდე. მოკლედ, აი ამის თქმა მინდოდა ამ პოლიტიკურ რეალობასთან დაკავშირებით შეიძლება იქნას ეს გამოსავალი იქნას მონახული. სხვა შემთხვევაში საქართველოს იქნება მუდმივად ქაოსის, მუდმივად ცივი ომის, რუსეთსა და დასავლეთ შორის დაპირისპირების, 1000 უბედურების კერა. სხვა გამოსავალი არ არსებობს. და ესეც საკითხავია, ჩვენ კი გვაწყობს ეს. აი იმათ აწყობთ. იმათი პირობები რა იქნება. თუ მივედით იდეაში, თუ ეს ოდესმე შეიძლება იქნას დაშვებული, ამას დაემატება ფინეთიდან განსხვავებით საქართველოს ტერიტორიაზე ალბათ არსებული სამხედრო სისულელე, ვინც ფიქრობს იდიოტიზმია, ვინც ფიქრობს იმას, რომ რუსები საქართველოსდან გაიყვანენ სამხედრო ბაზებს. რა სისულელეზეა ხალხო ლაპარაკი. იმდენი საშუალება მიცეს ამ წყეულებმა, რომ გაყვანილი ბაზები უკან შემოიყვანათ და ისინი სადმე გაიყვანენ. როგორ არ მონაწილეობდა, ფინეთის მონაწილეობდა, ჩემო ვაკო და უნგრეთის მონაწილეობდა და რუმინეთის მონაწილეობდა და დაპყრობილი ქვეყნები რო ყავდა და არა მარტო დაპყრობილი, ყველას თავისი ინტერესი ჰქონდა. ბულგარეთის მონაწილეობდა და მეორე ქვეყანა მონაწილეობდა. 5 მილიონიანი გაერთიანებული ევროპის ჯარი დაესხა 1951 წელს. ქალბატონო ირმა, მე ვსაუბრობ იდეას და მე ვსაუბრობ თეორიას. დღევანდელ მთავრობაში ინტელექტის ამბავში არ ვიცი მე ვის შეიძლება ახლა ძალიან დიდი ინტელექტად აყავთ მოყვანილი ჩიჩილაკა და ნუ ახლა რა დონის საზოგადოება არის რომ ჩიჩილაკას თვლიან ინტელექტად და ინტელიგენტად. მე არ ვიცი ჯერ ინტელიგენტი ადამიანი ქოცი ვერ იქნება. არ შეიძლება რომ ინტელიგენტი ადამიანი მონა იყოს. მონური ფსიქოლოგიის იყოს. თუ შეიძლება არსებობდეს ადამიანის სახელმწიფო აზროვნებით, რომელიც იძულებულია შეინარჩუნოს სახელმწიფო თანამდებობა იმის გამო, რომ ქვეყანა არ განადგურდეს, ესეთი შეიძლება არსებობდეს სტრუქტურებში სადღაც. არ მინდა ახლა ყველას ხაზი გადაუსვა. მაგრამ ის რომ ამ ადამიანს მიცემენ რამის საშუალებას, ეს გამორიცხულია. არ ვიცი.
ბიზნეს ინტელექტი გაკაჩავს. ამის ბოჭორიშვილის ინტელექტი გაკაჩავს. რომელი ხალხი ბიჭო საკუთარ მოსახლეობას ვერ დალაპარაკებია, საკუთარ ხალხთან, საკუთარ ერს განიხილავს მტრად, ვინც ქოცი არა, ამათვის ყველა არის მტერი. ვის უნდა ელაპარაკონ ესენი? რას უნდა ელაპარაკონ ეს შობელ ძაღლები? რას უნდა ელაპარაკონ? ქოცი შეიძლება იმის დაელაპარაკოს? თუ ბიზინა არა დიდედა, შენ ჭირიმე შენ გენასვალე თუ არო, შემოგისევენ აგერ ძაღლმადიდებლებს და დაგიწყებენ ლანძღვაგინებას და ნაცობას ვერ დაგაბრალებენ, მაგრამ ისე იზამენ და ასე იზამენ ეს ერთ უჯრედიანი ამებები, ერთი უჯრედიც რო არ გააჩნია. რა ვიცი, ვინ? არ ვიცი. ჩემო ძმაო, არ შეიცვლება არაფერი. კი ბატონო, მე იმას არ ვამბობ, რომ რამე შეიცვლება, რისი იმედი უნდა გქონდეს, ვისი იმედი უნდა გქონდეს, რომ რამე შეიცვლება. შანსი იმის, რომ სიკეთისკენ შეიცვლოს არა, მაგრამ ცუდისკენ შეიცვალოს. ამის დიდი შანსია. კი? და უფრო ცუდისკენ შეცვლა რა იქნება, იცი? უფრო ცუდისკენ შეცვლა იქნება, როდესაც კრემში გადაწყვეტენ, რომ ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, ამათგან არაფერი არ გამოდნება, ესენი ისეთი ხალხი არა, ღმერთმა იცის. ხვალ კიდე მოვა ვიღაცა, დღეს თუ სოროსმა იყიდა, გუშინ თუ იმან რა ქვია, ევროპულმა ფონდმა იყიდა, ამან იყიდა, ხვალ და ზე კიდე ვინ იყიდის გაკახმებულ მოღალატეებს, რომლებსაც საკუთარი ერი ეზიზღებათ და არაფერი სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გააჩნიათ, ამიტომ მოდი რა იცი ამის ნერვები არა გვაქვს და რაც გააკეთეს 1801 წელს მეფე ვერ ავირჩიეს საქართველოში. და მოდი რა ეხა თქვენი საგიჟეთის თავი არა გვაქვს. და საერთოდ გააუქმა მაშინ მეფობა და საერთოდ შეიერთოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჯერ სამაჩაბლო, მერე აფხაზეთი და ამით მოაგვაროს ეს პრობლემა. ჩადამთავრდა. მე რა ვიძახოთ? შიგ ევროპაში გვინდა. რატო არ დაუჭირეთ მხარი? და მე იტყვიან, მე ყველაფერს აქ გამართლება საქართველოში და რუსეთი ოკუპანტი, ვიცით რუსეთი რო ოკუპანტი ვარ, თქვენ რომ მოღალატეები და ბოზები ხართ, ამას რა ეშველება? ამას რა შველის? ამას ვარაფერი არ შველის. იმის ადგილს გიორგი ანწუხელიძე გმირი, ვიცით გიორგი ანწუხელიძე გმირი რო. თქვენ რომ ლაჩრები ხართ და მხდარლები ხართ და გამყიდველები ხართ და ფულის გულისთვის საკუთარ დედასთან დაწვევით, ამას რა ეშველება? რა ვქნათ? რა უყოთ ამ რეალობას? გვაქვს ეს რეალობა და ძაღლი რო გაინტერესებ და ადამიანი რო არ გაინტერესებ, ამას რა ქვია? და თუ ვინმე გეტყვით, ყრუ გამოიხედე, ძაღლი თუ გეწოდება, ადამიანიც გეწოდებოდეს, თუ არა ადამიანი თუ არ გეწოდება და ძაღლი გეწოდება, აფირისტი ხარ, ჩათლახი ხარ და მატყუ არა ხარ. და ვინც ამას გეუბნება, ის არის სადისტი, ბნელი, რუსეთის აგენტი და ასე შემდეგ და გაგინებენ, დაგწყევლიან. ამ ხალხს ამ ბიოლოგიურ ნაგავს რა უნდა ელაპარაკო? ამათგან დიდი საპონი და ტყავი გამოვიდეს. არაფერი არ გამოვა ამათგან. არსებობს. მაგრამ გაბედოს ერთი ვინმე და ამ თემასთან დაკავშირებით ლაპარაკი დაიწყოს. რას ქვი, ვინ გაბედავს ამას? ვინ გაბედავს ამის თქმას საქართველოში? არა და ესა ერთადერთი გამოსავალი. მე პირადად სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. არც იმის მომხრე ვარ, რომ ჩემი ქვეყანა სიტყვაზე ოდეკაბეს და რომელიმე გაერთიანებების ევრაზიული კავშირის და ამის და იმის წევრი იყოს. არ მინდა. მინდა დამოუკიდებელი იყოს ჩემი ქვეყანა და გქონდეს არსებობის და განვითარების საშუალება. და არ გქონდეს მტრობა ამ უზარმაზარ და მით უმეტეს მართლმადიდებლურ და ქრისტიანულ ქვეყანასთან. ჩემო ძმაო, ახლა იქ პატრიარქის საკითხთან კიდე შეიძლება შევდავდეთ მაგ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა კი მასე მიდიოდა მაგ ყველაფერიც, მაგრამ მაგ ცოტა სხვა პრობლემა იყო, მაგ იყო პრობლემა როგორი, ხო? მაგ პეტრე პირველმა გაატარა რეფორმები რუსეთში, რითაც დაიქვემდებარა ეკლესია და უქვემდებარა სახელმწიფოს ჩვეულებრივი ინსტიტუტი გახარდა. სახელმწიფო და
საპატრიარქო გახადა ერთი და მეფე ნიშნავდა იქ ასე გამოდიოდა იქ თანასწორად არ იყო. აქ აღმოჩნდა ისეთი რაღაცა, როდესაც საქართველოს შეიერთეს, საქართველოს ჰქონდა ავტოკეფალია და დამოუკიდებელი ეკლესია. და ეგ გამოდის ახლა რომ ამხელა არ მიაყავდეს იმას, რა ქვია, რუსეთს და ლეიტენანტზე მეტი ჩინის არავინ ყავდეს და აგერ საქართველოს ყავდეს დამოუკიდებელი ეკლესია და პატრიარქი ყავდეს აგერ გენერალ ესა რა ქვია მარშალი და გენერალისიმუსი. ეგეთი ვარიანტი იყო და ესეც არსებობდა რომ ეს უნდა გაუქმებული იყო ზუსტად აი აქედან გამომდინარე და ეს ხომ მე სტალინმა რომ გამოყო 53 წელში რომ როდესაც თავისუფლება მიცა სახელმწიფოდან პეტრე პირველის რეფორმა იყო. იმას რა ქვია რუსეთის ეკლესიას და მე თან ურჩია რომ არ გაქვს უფლება საქართველოს არ მიცე ავტოკეფალია, იმიტომ რომ რუსეთზე ბევრად მეტი ადრე არსებული დამოუკიდებელი, სადაც ქრისტეს მოწაფეებმა იქადაგეს ქრისტიანობაო და მე მოხდა საქართველოს ავტოკეფალიის აღიარება. მანამდე არ მოხდა რა ესეთი რაღაცა. აი ეს არამარტო ქართული ეკლესია გაანთავისუფლა, ასევე გაანთავისუფლა რუსეთის ეკლესიაც. ეს იყო სტალინის უბრალოდ რელიგიური თვალსაზრისით ახლა უზარმაზარი ნაბიჯი. ეგა არ უნდა ქალბატონო ეგ შენი სიმართლე და რა ვიცი მე ამის თქმა მინდოდა თუ ვინმეს რაიმე აზრი გაქვს თუ ვინმეს რაიმე იდეა გაქვს შეგიძლია დამიწეროთ კომენტარებში და განვიხილოთ ამ თემაზე ნებისმიერ შემიძლია დაველაპარაკო ვისაც აზრი აქვს თავში ვინც ახლა იდიოტია და ვისაც ახლა ისა რა კერპები ყავს შექმნილი არ აქვს მნიშვნელობა კიდე ერთხელ ვამბობ ხაზგასმით ვამბობ კერპომანები მარტო ისინი არ არიან რა ქვია ძაღმადიდებლები და მიშისტები და ბიძინისტები ესენი მარტო არ არიან რო კითხო რომ ქრისტიანები არიან და ჯვარ რო უკიდია და ამაზე მეტი ის და როდესაც ელაპარაკები და ჯულის კანონს არ აღიარებენ და იმას რა ქვია რაღაც დღევანდელი სინოდის იმით აზროვნებით გელაპარაკებიან არაფერი სხვაობა მათში არა ჩვეულებრივი კერპომანია ამას ქრისტიანობასთან არაფერი შეხება არა ადამიანები რომლებიც ჯულის კანონს გაცდებიან თქვამია კაცო ჩემი ხო არა ვინც ჯულის კანონს სიტყვას არ უგდებს ყურს არ უგდებს მისი ბაგეებიდან წარმოთქმული ლოცვაც კი სიბილწე ჩაითვალოსო და აქ ეტყვი რაღაცას და ჯულის კანონს ეტყვი და დაიწყებათ ეგრევე ის ისტერიკები ხო ესეა გააუქმა სასულიერო პირების დევნის მანიფესტიც გააუქმა და მებრძოლ უღმერთოთა კავშირიც გააუქმა და მათი წევრები ასევე პასუხისგებაში მიცა და ყველა ის ხალხი ვინც სიმართლე რო ვთქვათ ვინც იმ 20-იან წლებში და მე 30-იანის დასაწყისშიც კიდე ეკლესიების ნგრევით და ამით იყო ეს მთელი ტროცკისტული ელიტა რომელიც იყო შექმნილი და ეს სიონისტების ელიტა ესენი ყველა გაანადგურა ფიზიკურადაც გაანადგურა სტალინი და ესენი გააუქმა მებრძოლ უღმერთოთა კავშირები და ესენი ყველაფერი იმან გააკეთა რა. ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება კაცო ეს სტალინი არის ბნელი და მორჩა. კარგი შემოკარგებო დაგემშვიდობებით და უბრალოდ ვიყოთ რა საქმის კურსში არის ეს გზაც. კი ძნელია მე არ ვამბობ ეს იოლია. მე არ ვამბობ ეს რომ ეს იოლი გზა არის, მაგრამ არის ეს გზაც. გაიხარეთ ბატონო გაიხარეთ. თუ არა მომისმინეთ ერთი წუთი რაღაცა მინდა იცი ყველაზე მეტი რა მინდა იცი რომ თქვა ყველაზე მეტი საწყენი რა არის აი დღევანდელი ქართველობიდან განსაკუთრებით რა ბიჭო არასდროს არ უკვირდებიან ერთ მარტივ რაღაცას აი რუსეთი კი ბატონო რუსეთი ოკუპანტია და ოკუპანტია კი ბატონო იმპერია და თავის ასეთი იყო ბიზანტია ასეთი იყო რომიც და არ არის მნიშვნელობა ბიჭო რატო არავინ არ უკვირდება და ფეხებზე კიდიათ და ყველაზე მთავარი მტკივნეული რა არის ბიჭო აფხაზები და ოსები რომლებიც ჩვენ ერში ყველაზე შეზავებული და ყველაზე შესისხორცებული ხალხი იყო როგორც ოჯახებით ასევე ტრადიციით ასევე აფხაზებთან კიდე სხვა რაღაცა არსებობდა რომ ეს ცალკე თემა არის ესეც როგორც თურქი მესხები შექმნა თავის დროზე ოსმალეთის იმპერიამ ისე შეიქმნა ის აფსუები და იმათი გადაშალეთ ისტორია და მთის ჩამოწოლის იმით არის ცნობილი ეს ჩვენს იმაში ჩვენს ისტორიაში მაგრამ
ერებს შორის ამდენს დედა ყავს ოსი, რამდენს პირიქით მამა ყავს ოსი და დედა ყავს ქართველი, ისევე აფხაზებში ამას არავინ არ უკვირდება. ამ ნათესაურ, ამ სისხლით კავშირებს, რომ ეს საგვაქვს მოსაგვარებელი. ხვალვე რომ მოგცეთ, ტერიტორია წაიღეთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო. გამოვიდა რუსმა და თქვა, დაშე ჯარებიც გამყავს. რა მოხდება იქ? რა მოხდება იქ? მოხდება ის, რაც ხდებოდა. ტრობა და შუღლი და უბედურება და შურისძიება და სისხლი და ხელახლა ხოცვაჟლეტყვა. აი ეს მოხდება. ეს არავის არ აინტერესებს. ეს თურმე არ გქონია ამათთან პრობლემა. როგორ არ გქონია? როდესაც 6000 აფხაზი, ძირითადად ახალგაზრდა, რომელიც დაღუპულია ამ ომში. ყოველ ოჯახში ერთი თუ არა ორი მაინც ამოკლული. ახლა უსებში არა ამხელა მასშტაბი, მაგრამ იქაც რამხელა ისა. უბედურება. ამის მოგვარებაზე ვინმეს უფიქრია ამ წლების? არა, ძმაო, არ აინტერესებთ, იმიტომ რომ ანტიქართული რეჟიმები არიან და მორჩა და დამთავრდა. მიწა, რომელიც გაქვთ რასულით. თურქებს და არაბებს ეყიდით. და ისიც ალბათ იმ აფხაზეთს და იმასაც სამაჩაბლოსაც მიყიდით ვინმე ან არაბ ინვესტორს, ან იმას, რა ქვია, არჯულის ადამიანებს ღმერთმა იცის, რომ ისეცა გაქვთ გაყიდული ბათუმი და ესა აგერ ეს, რა ქვია, მონახავთ ვიღაცას იმ ალაბარს თუ ვიღაცას და მიყიდით დანარჩენ საქართველოს და პრობლემაა. ისე იცოცხლეთ კოცებო და ისე იცოცხლეთ ნაცებო და ეს ქართულ პოლიტიკური ელიტა როგორც თქვენ საქართველოს გიყვარდეთ. აი ისე იცოცხლეთ თქვენ და თქვენმა ჯიშმა ჯილაგმა. თქვენ სვამთ, ჭამთ, მოიხმართ ამ ქვეყანას და სულ ფეხებზე კიდიათ ქართველი. და სულ ფეხებზე კიდიათ საქართველო. ეს აპასუხი. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.